Oblidata, faccia Christmas, meraviglia Calci. გამარჯობათ, მეგობრებო, არხის გამომწერება კარგო ხალხო. და ესეთი ტაქტიკური არ არის მოყვარულო ადამიანები. მოკლედ მაქვს აეგეთი რაღაცა აგრეგატი. აი ALPA RMS19SE. არ მსანიაო, მე პატრონი მოთქო, მაგრამ აქ სადაწერია, ვერ გავიგე. ახლა წერია ექსკლუზივ ZLTD Amazon-ო. და აქაც რა ვიცი, ეს იგივეა წერია, რაც მანამდე. აბა აქ ნახოთ რა წერია. ახლა წერია რომ 12-იო, მაგნუმიო, ლულა, სუპერ მაგნუმი არ არის, 12 კალიბრიანია. გაზის უკუცემაზეა გადატენვა. ამას მეტი რამე არ არის. მოკლედ არის აი ესეთი უცნაური შთამბეჭდავი იარაღი. მოდი მე ახლა მჭიც ამოვიღებ. კიდიდან დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი. კიდი არის მძიმე და რკინის. ძალიან ეგეთი ყოჩაღი მჭიდია რა. დანარჩენი რა გითხრათ, მეტი ამას არაფერია რა წერია. ტყვიები აი ესე იდება. მოდი ახლა ფინდი ხჩავდებ. იგივე კარტეჯს და ჩავდებ სულ შემთხვევით ახლა ვიყავი სროლა იყო ჩემპიონატი ჩატარდა ელერჩი და ადამიანს აქ უნდა მოტანილი. ამისთვის მომზადებული არ ვიყავი, ეს არის 12 კალიბრიანი 34 გრამიანი 4 ნომერი ტყვია. ნუ ვაზნი 35 მეტრზე გამოვიდა ვესვი. მოდი ახლა ამას ჩავიდეთ და მოდი თვითონ იარაღზე ვილაპარაკოთ. იარაღი არის ძიმე, მაგრამ დაბალანსებულია. აი ხელი მიკიდია. ეგეთი რაღაცები არის. აქეთ და იქით რამე არ გადადის. ემოც აგავს. ხელის მოსაკითი აქვს. ეს ძალიან ბრუტალური რაღაცაა, შეხედეთ ახლოდან. რა ვიცი, რაღაცა უცხო პლანეტელების ხომალდის ნაწილს მოგაგონებ თვითონ იარაღი და შეხედეთ როგორია. მართვის ორგანოები მარტო მემარჯვენეზეა, ანუ ეს არის საკეტი, რომ ჩაკეტოთ, save the fire, უკვე სრულად რომ გააგრძელოთ. დანარჩენი აბა რა აქ მჭიდის ამოსაღები. ეს არის გადასატენი. აიცა ნახოთ აბა რამდენი კილო დაახლოებით. ჯერ მოდის და მერე ისვრის. მოულოდნელად, ანუ პროგნოზირებოდათ არ ისვრის. ეს ახლა მე პატრონის დაყენებული აქვს, ფარანია რაღაცა ეყენა, ესეც მე პატრონის დაყენებული იქნება, იმიტომ რომ პლასმასი განსხვავდება, მაგრამ დანარჩენი აქვს პიკატინის თამასა უყენია, გვერდებზე პიკატინის თამასა უყენია და საერთოდ რაღაცა ძალიან სერიოზულ აგრეგატსა გავს. ღია სამიზნე აქვს, შეხედეთ. სამიზნე ღია აქვს, დიოპტრული არ არის. უკანა სამიზნე ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მოძრაობს. წინა სამიზნე მარტო ვერტიკალურად ზემოთ ადის და ჩამოდის. თუმცა ეს შეგიძლიათ მოხსნას და სხვანაირ რაღაცა დააყენოთ. აი ეს სახელური შეგიძლიათ საერთოდ მოხსნათ. იარაღი სრულად რჩება გადატენილ მდგომარეობაში რჩება და მე ამ ბერკეტს აწვევით, ნუ ახალმჭისო გაუკეთეთ, რომ პირდაპირ წაიღოს დულის არხში. კონდახი ტელესკოპური აქვს. 2 3 4 დაკეცილიდან დაწყებული კიდე 4 პოზიციაზე შეუულია რომ გააღოს რა, ანუ აქეთ გამოვიდეს. რაღაცა ძალიან ისეთი რამეა რა, უკეთია აი ესეთი მე პატრონეს არ ვიცი. თუ რავი როგორ ხონდა გადაკიდებული ესე ალბათ. ცალხებზე. მოკლედ თუ ესეთი რამე გაქვთ, უნდა იყოთ ტანად მახალი და ახოვანი. რომ პირდაპირ მოიმართოთ. ნუ ეს არ ვიცი რა, ეს ძალიან ისეთი საჭოჭმანოა ესეთი რაღაცების გაკეთება, მაგრამ ნუ მოყვარულზეა. აქ შეხედეთ რაღაცაზე ჩამოცადებიც აქვს, აი თვითონ ესა.
იარაღი ტოვებს რაღაცა, აი როგორ გითხრათ რა მართლა უცხო პლანეტებილის იარაღის შთაბეჭდილებას. ეხლა 35 მეტრიდან ვესვრი და მე ვნახოთ გავაგრძელოთ ამაზე ლაპარაკი. ხმა შეიძლება კარგად არის მომდეს. აი ესე გადავტენე. სოლის დროს დაიცავით აუცილებლად ყურები. იმიტომ რომ თუ ბევრს ისვრით, ადრე თუ გვიან ეგ იმოქმედებს თქვენზე რა და არ არის კაი რა. აი ეს. ორტყვიას ვესვრი, იქ არის მოხვედრილი ისინი რა ქვია ელერის ტყვიები თვითონ იმ სამიზნეზე, მაგრამ კარტეშა და საფანს გავარჩევთ. ამიტომ ვესვრი და ნახოთ 25 წელზე საფანს მაინც როგორ ვკაფანტავ. შუაში დავუმიზნებ. შეგენაც. ნახე რა. ისეთი წნევა დაარტყა რომ ფილტვები ამივსო. იარაღი მორჩება. ჭიდი გამოიღეთ, დარწმუნდით რომ იქ არაფერი არ ადევს. და ის კონდეთ რა ქვია. ყოველთვის მოექცეთ ისეთ იარაღს ისე როგორც დატენეს. მოდი ახლა რას ვიტყვი ამაზე. ეს ანადირო თოფი არ არის. ეს არის უფრო თავდაცვის იარაღი. გლულულიანი არის. ნუ ნადირობა შეგიძლიათ ალბათ. ახლა ბიჭები ესროდნენ თეფშებს. მიზანში კარგად რა ვიცი, აბა მიქონდა ზოგს არ ტყავდნენ, ზოგს ვერა, მაგრამ უმეტესობა ვანო, წინდანი არის რომ ხმა ესე მოდის რა, უკან დამიდგები თუ არა, ხო იცით, პიჭკა არა აქვს. მოკლედ მივიდეთ ნახოთ ახლა საფანტი როგორ გაარტყა რა. მაინტერესებდა ისე ნახეთ რა როგორ რაღაცა არის, შესახედავად ძალიან ესეთი საშიში და ბრუტალური რაღაცაა რა. აჰა, მივედით. და შვენივრათა გარტყმული, ნახეთ. ეს არის 4 ნომერი, აი ესენი, პატარა ბურთულები რაც აქვს მოხვედრილი. კარტეჩი მოხვდა 1, 2, 3, 4 და 5. 5 ცალი კარტეჩი მოსვა 35 მეტრია, დანარჩენის გაფანტულობა იყო აი ესეთ. მოდი აბა ჩავიხედოთ ლულაში. ლულაზე ჩოკები არ ეცვლება, სავარაუდოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ თუ ჩოკები არ ეხსნება, პირდაპირ ცილინდრია, არ ვიცი რა, ვერ გეტყვით. მაგრამ ესე მოარტყა, წარმოიდგინეთ, აი აქედან დაწყებული და აი აქ დამთავრებული, აი იმი დამთავრებული, აი აქ უმიზნები. მოარტყა, აი ამეებში აქ 2 ცალია წასული, გაფანტულობა არ ქონდა, ანუ რაღაც ძალიან ჯგუფურად ისროლა რა, შორ მანძილზე ანუ ახლო მანძილზე ის არის რა ქვია, ხა მწყერსა და რაღაცას ამას ვერ ეშვით. კიდე ერთხელ ეს ანადირო თოფი არ არის. ეს არის შორ მანძილზე რო ისროლოთ, გრძელი ლულა აქვს და კაი გემრიელი სასროლია. თვითონ ახლა ნახეთ. ტარი. აი ესეთი რამე აქვს. თურქები იარაღთან იმაში რა ქვია, მიმართებაში. რბილი კაუჩუკის ტარი აქვს, აი ეს სახელის მოსაკიდი. უკანაც კაი ის უყენია კაუჩუკი ეს ზემოთ ქვემოთ მოძრაობს ეს შეგიძლიათ ეს დაატრიალოთ და ახლა არ მინდა აურიო რა ეს ამოწიოთ ყბის მისადები რა თუ კიდე ზემოთ ესე მოძრაობს ეგ რაც კარგი არის დანდარჩენი რა გითხრათ რაღაცა ძალიან საშიში შეხედეთ როგორი შესახედავია ცოტა გორზე ვანო ნელა დაათვალიერებინე ადამიანებს თუ ესეთი რაღაცები მოგწონთ რა გითხრათ რა პატარა იარაღებიც არის მაგრამ ამას რეკომენდაციას გაუწევდი რომ აი ესეთი ვიღაცა რო შეაშინოთ რა ვიცი ამის სრულად შეიძლება არც დაგჭირდეთ რა მოკლედ იციან მარკეტინგული ხრიკები თურქებმა კაი იარაღის გამოშვება დაიწყეს და რა ვიცი აი ესეთი არმსანი
მაგრამ ზედრო არა წერი ამსანი რაღაცა საჭუჭმანოა ჩემთვის. მაგრამ მე პატრონი მითხრა ამსანიო. ეხლა წავალ და იარაღის ბარათში ჩავიხედებ და იარაღს გვემონდა ეწერება რა იარაღი, იმიტომ რომ ექსკლუზივ LTD-ო. LTD არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, Amazon-ი, რა ვიცი. მოკლედ, ამითი თქვენ გადაწყვეტეთ, ამას შეხედეთ რა. ესე ხო მოდის. მე აქ რამხელაზია წასქელებული, გეგონება კომბალიაო. რაღაცნაირია რა. უცხო პლანეტელების იარაღსა გავს კიდე ერთხელ. ამითი გამოგემშვიდობით მეგობრებო, თუ ვინმე იარაღი გაქვთ, მოგვიტანეთ. ჩვენ არც ერთი იარაღის მაღაზია ჩვენთან არ ათანამშრომლობს ეხლა ხო გავუკეთებ მჭისა თვითონ გაჩვენეთ მჭიდით არის აი ესეთ მდგომარეობაში ხო და თუ ვინმე იარაღი გაქვთ შემოგვეხმიანეთ გამოვიდეთ მინდორში თავისუფლად ერთმანეთი გავიცნო და თუ რამე ისეთი თოფი გაქვთ გადავიყოთ ქართული YouTube გავამდიდოთ თვალი დაუდგა ამერიკას და ევროპას ჩვენი YouTube გავაკეთოთ. მოკლედ არმსანი არ არის ალფ ჰარმსი. არმსანი არ არის. მეც არ ვატრიალე ხელში და ვერ ეხლა ჩამოვედი. ხოდა ვნახე რომ ალფ არმსია. ზუსტ აბრევიატურას დავწერ თვითონ ვიდეოს იმაზე იქნება რა. თავიდან თავფურცელზე იქნება და აღწერაში იქნება ამისი. მოკლედ ალფ არმსია მეგობრებო და არა არმსანი ბოდიშით შემიშ. არ გაგზავნებოდეთ შემდეგ ვიდეო. Obrigada, forte transfer espaço, era vinda da